საქართველოს მთავრობის მეთაური კიდევ ერთ სკანდალში ეხება გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერით მისი მეგობრის მომღერალ უცნობის ოჯახის კომპანიას თბილისში 12,000 კვადრატული მეტრი მიწა გადასცეს. რატომ დახუჭა თვალი მთავრობამ იმ დარღვევებზე, რომელიც კომპანიას ჰქონდა? რამდენიმე წუთში თამარ ბაღაშვილი ყველა მთავარი დეტალით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. რუსეთმა საქართველოსთან საზღვარზე კაზაკთა რაზმები გადმოისროლა. დავით კაკულია ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თრუსოს ხეობიდან, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპანტების სამიზნე იყო. ახლა კი მასთან ახლოს კაზაკთა რაზმები პატრულირებენ. დღეს რეპორტაჟი ნახეთ კურიერში 9 საათზე. პარლამენტის წევრები არდედეგებზე წავიდნენ, ჟურნალისტები კი ითვლიან რით დაგვამახსოვრეს თავი. თეონა ცხომელიძე მოგუყვება, ვინ ახდენდა სხდომებზე ყველაზე ხშირად საკითხების ინიცირებას, ვინ აცდენდა სხდომებს და საერთოდაც ვინ იყო ის 32 დეპუტატი, ვისაც ხმა პარლამენტში საერთოდ არ ამოუღია. დღის მთავარ თემებს დამოვლენებს კურიერის გუნდი წარმოგიდგენთ საღამო მშვიდობისა. ძალიან სერიოზული კატასტროფის წინაშე. კორპუსები, სავაჭრო ცენტრები და ჰიდროელექტროსადგურები, რომელიც ახლა შენდება ძლიერ მიწისძვრას ვერ გაუძლებს. მე ვარ საქმის კურსში, რომ ყველა ჰესი, რომელიც შენდება, სრულდება სრული დაცვით ყველა სეისმური. ფაქტია სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის ვინ სპეციალისტები? ქართველი გეოფიზიკოსების საგანგაშო სიგნალი, რატომ დუმს ხელისუფლება. უნდა გავითვალისწინოთ სამშენებლო პოლიტიკაში გაუმჯობესება, იმიტომ რომ არ დაგვიდგეს სპიტაკის შედეგი. რა უნდა ავწონოთ? მე მაგას სულ ვიკითხები. ეს უნდა ავწონოთ თუ ეს? რა რაოდენობის მარიხუანას მოყვანისათვის აღარ დაგემუქრებათ ციხე. საკონსტიტუციო სასამართლო ამჟელობა შიგნით არ შესულა. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება უკვე ძალაშია. დღეს კურიერში 9 საათზე გაათავისუფლებენ თუ არა იმ პატიმრებს, ვინც სასჯელს კანაფის მოყვანისათვის იხდის. სასამართლომ თქვა, რომ 151 გრამამდე მცენარის მოყვანა დათესვა კვლავ შეიძლება ითვლებოდეს დანაშაულად. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნოდარ მელაძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისი მეგობრის მომღერალ უცნობის ოჯახს თბილისში 12,000 კვადრატული მეტრი სახელმწიფოს კუთვნილი მიწა გადასცა. ეს გარიგება პირდაპირი წესით აუქციონის გარეშე გაფორმდა. გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ ტერიტორიაზე საწარმოს ააშენებდა და პრობაციონერებს დაასაქმებდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელი გავიდა, თუმცა საწარმოს ნაცვლად გადაცემულ მიწაზე ძროხები საძოვარია. მომღერალ უცნობის ოჯახის კომპანია სახელმწიფოს წინაშე ტენდერით ნაკისრი ვალდებულებები 3-ჯერ არ ჰქონდა შესრულებული. ამის მიუხედავად მთავრობამ ამ ამბავზე თვალი დახუჭა, ვალდებულებების შეუსრულებლობიდან კი მხოლოდ 1 წლის თავზე ეკონომიკის სამინისტრომ უცნობის სიძის კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა. თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სკანდალური თემით სტუდია მონიტორის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი დაინტერესდა. თამარ ბაღაშვილმა გაარკვია ხმაურიანი საქმის ყველა მთავარი დეტალი, ახლა ის კურიერის პირდაპირ ეთერს უერთდება. თამარ, რა კანონდარღვევები იკვეთება პრემიერის და მისი მეგობრის მომღერალ უცნობის ოჯახის გარიგებაში? დიახ, ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, როგორც გია გაჩეჩილაძის სიძისთვის მიწის გადაცემასთან, ასევე ამ მიწის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. 2016 წელს, ზუსტად 1 წლის წინ, გიორგი კვირიკაშვილის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესით ყოველგვარი აუქციონის გარეშე მისივე ძმაკაცის გია გაჩეჩილაძის სიძეს მიწა 12,900 კვადრატული მეტრი გადაეცა. 1 წლის განმავლობაში არც ერთი ვალდებულება არ შესრულდა და ეს მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გია გაჩეჩილაძის სიძეს ისე უკან ჩამოართვა. ჩვენი მაყურებელი სიუჟეტში ნახავს თუ რას წარმოადგენდა ეს კომპანია, რატომ არ შესრულდა ვალდებულებები და რა მოხდა ამ 1 წლის განმავლობაში, თუმცა უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ ამ მიწის ჩამორთმევის სხვადასხვა ვერსია არსებობს. მაგალითად, ერთი ვერსიით საუბარია იმაზე, რომ საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფი, სტუდია მონიტორის ჯგუფი დაინტერესდა ამ საკითხით და მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ მათ დაიწყეს გამოძიება ამ საქმეზე, სწორედ ამის გამო და საქმის გახმაურების გამო ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანიისთვის ეს მიწა ჩამოერთმიათ. თუმცა არსებობს კიდევ ერთი უკვე პოლიტიკური ვერსია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით გამორიცხული არ არის, რომ მიწის ჩამორთმევა მომხდარიყო ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების გამო. ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ქართული ოცნების მთავრობაში კანონდარღვევა იმდენად მიღებული ნორმაა, რომ ამის გამო არ მოხდებოდა ხელშეკრულების გაწყვეტა და ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო მიწის ჩამორთმევის საფუძველი, ეს შეიძლება გამხდარიყო ძმები გაჩეჩილაძეების ურთიერთობის გაფუჭება პრემიერ კვირიკაშვილთან და ასევე ბიძინა ივანიშვილთან.
აქ ეხლა ამ წუთას 70 ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული და მათ შორის 20 პრობაციონერი, რასაც ხას უსვამდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი. მის განცხადებაშიც, მაგრამ რეალურად 70 დასაქმებულის ნაცვლად ან თუნდაც რაიმე ინფრასტრუქტურის სამუშაოების ნაცვლად, ჩვენ ხედავთ, რომ აქ ფაქტობრივად გავერანებული და გაველურებული აქაურობა. მსხვილფეხა პირუტყვის სადგომად ის ადგილია გადაქცეული, სადაც პრემიერ კვირიკაშვილის დაპირების მიხედვით ახლა მინა პლასტიკის საწარმო უნდა მუშაობდეს. აქ 70 ადამიანი, მათ შორის 20 პრობაციონერი უნდა დასაქმებულიყო. დაპირება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ხდომაზე 2016 წლის არჩევნების წინ გასცა. 70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მინა პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედება და ამისთვის შპს Construct and Visions სახელმწიფოსგან გადაეცემა გონება მიწადა ძველი საწარმოო ნაგებობანი, სადაც ის განახორციელებს მინიმუმ 700,000 ლარის ინვესტიციას და ძალიან მისასალმებელია, რომ საინვესტიციო პირობებში ასევე არის ის, რომ კომპანიამ თვითონ გამოთქვა ინიციატივა, რომ 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს იგი ამ საწარმოში. დაპირებასთან ერთად პრემიერმა აუქციონის გარეშე პირდაპირი მიყიდვის წესით გასცა 12,900 კვადრატული მეტრი მიწის ფართობიც. ტერიტორია 6 შენობა ნაგებობით კომპანია Construct Visions 326,000 ლარად გადაეცა. კომპანია Construct Vision ოფიციალურად 2015 წლის ივლისში დაფუძნდა. 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი შარაშიძეა, პრემიერის მეგობრის გია გაჩეჩილაძის სიძე. კომპანიის ერთწლიანი გამოცდილების მთავარი აქტივი და გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველიც სავარაუდოდ სწორედ დამფუძნებლის ნათესაური კავშირებია. პრემიერ-მინისტრის ჩემი ძმაკაც მეგობარია. 2 დღეში ერთხელ მასთან ხვდები და შეხვედრა მაქვს. ამაში რა არის პრობლემატური, ვერ გავიგე. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ერთადერთი სანდოობა, რაც შეიძლება ქონოდა პრემიერ კვირიკაშვილთან ამ კომპანიას იყო სწორედ გაჩეჩილაძის სიძეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კომპანიას არანაირი ფინანსური გარანტიები არ წარმოუდგენია. ამ კომპანიას მანამდე არასდროს არანაირი სამუშაოები არ შეუსრულებია. ამ კომპანიას აქვს სულ რაღაც ერთწლიანი, ასე ვთქვათ, გამოცდილება, რომელიც რა თქმა უნდა არ შეიძლება ჩაითვალოს ფინანსურ აქტივად, შესაბამისად ის რომ 12,900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე არსებული 6 შენობა ნაგებობა მისცეს პირდაპირ მიყიდვის წესით გია გაჩეჩილაძის სიძეს, აჩენს კონკრეტულ კითხვის ნიშნებს და ეჭვებს, რაც საბოლოო ჯამში ერთი წლის თავზე დადასტურდა სრული ფიასკოთი, რომელიც განიცადა ზოგადად ამ პროგრამამ და ამ პროექტმა. არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყნის პრემიერმა განცხადება მთავრობის ხდომაზე ისე გააკეთა, რომ კომპანიის საქმიანობით, გამოცდილებით, საბანკო გარანტიით და ვალდებულებების შესრულებით არც კი დაინტერესებულა. ზეპირი შეთანხმება სავარაუდოდ სწორედ გიორგი კვირიკაშვილსა და მის მეგობარს შორის შედგა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არც ერთ სხვა კომპანიას ქვეყნის პრემიერი და სახელმწიფო უწყებები ასეთ უპირობო ნდობას არ გამოუცხადებდნენ. გადაამოწმა პირადად კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძესთან. სხვანაირი გადამოწმება, სხვანაირი გარანტიები ამ ყველაფერს არ ქონია. როგორც მეგობართან და ძმაკასთან სავარაუდოდ კითხა და გია დაუდასტურებდა, რომ ის მისი სიძია და ამას აუცილებლად შეძლებდა და გააკეთებდა. სხვანაირად არც ეს ხელშეკრულება არ შედგებოდა, არც მთავრობის განკარგულება არ იქნებოდა, არც პირდაპირ მიყიდვის წესი არ იქნებოდა, არც პრემიერ-მინისტრის განცხადება არ იქნებოდა და არც ამდენი კუნთების თამაში, რომ თურმე რამაგრები არიან და ქარხნებს აშენებენ. ამ შემთხვევაში მოდი პირდაპირ ვთქვათ, ან ორივემ გია გაჩეჩილაძემ და პრემიერმა ორივემ ერთად იცრუა, ან პატარა გრეჩიხამ გადააგდო პრემიერი. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პრემიერის პირადი мотиваციის გარეშე სახელმწიფო უწყებები კომპანიის და მისი დამფუძნებლის ბიზნეს საქმიანობით აუცილებლად დაინტერესდებოდნენ. ასეთ შემთხვევაში მარტივი იყო იმ დოკუმენტაციის მოძიება, რომელიც მედიატორის დამფუძნებელმა გიორგი შარაშიძის შესახებ მოაგროვა. პრემიერის მეგობრის გია გაჩეჩილაძის სიძის გვარი 7 კომპანიაში ფიგურირებს. ის ფლობს Citroen Georgia 70%-იან წილსაც. კომპანიამ 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და 359,000 ლარის ღირებულების სასტრაფოს ავტომობილების შესყიდვის ვალდებულება აიღო. ვალდებულება არ შესრულდა, ხელშეკრულება შეწყდა.
2017 წელს ისევ სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის უკვე ბათუმში ტენდერის გარეშე სახელმწიფო მის კომპანიას 480,000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა. 2017 წლის აპრილში კი ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერში 1,400,000 ლარიანი ხელშეკრულებაც მიიღო. ვალდებულება ისევ არ შესრულდა. 13 ივლისს უკვე ეს შეთანხმებაც შეწყდა. შეუსრულებელი ვალდებულებების ტრადიცია პრემიერის მიერ გადაცემულ მიწაზეც გავრცელდა. 2016 წლის ივლისში ხელმოწერილი განკარგულებით ტერიტორიის საფასური გია გაჩეჩილაძის სიძეს რამდენიმე ეტაპად უნდა დაეფარა. პირველ ეტაპზე 65,000 ლარი, თუმცა ვალდებულება აქაც არ შესრულდა. სახელმწიფო ხაზინის ნაცვლად პრემიერის მეგობრის ოჯახის წევრმა თანხა ქართული ოცნების პარტიულ ხაზინაში შეიტანა. გიორგი შარაშიძემ წინა საარჩევნოდ კვირიკაშვილის პარტიას 50,000 ლარი შესწირა. ანეკდოტთან გვაქვს საქმე, ხო? ბიზნესმენი ამბობს, რომ ფული არ აქვს და 65,000 ლარს 13 თვის განმავლობაში ვერ იხდის, იმიტომ რომ ეს თანხა არ გააჩნია, მაგრამ იმისთვის, რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია დაფინანსდეს, ამისთვის უცბად გამოუჩნდა 50,000 ლარი და დააფინანსა ქართული ოცნება. ანუ პრემიერ-მინისტრის სიტყვა, რომ სამუშაო ადგილები უნდა შესრულებულიყო, ბევრად ნაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია. ეს დოკუმენტაციაც ადასტურებს იმას, რომ ამ საქმეს ან თავის დროზე სერიოზულად არ უყურებდნენ, ან უყურებდნენ კორუფციული მიმართულებით. როგორ გადასცა პრემიერმა კვირიკაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 12,000 კვადრატული მეტრი მიწა მეგობრის გია გაჩეჩილაძის სიძეს. გია გაჩეჩილაძის სიძის საქმიანობას უკვე რამდენიმე კვირაა სტუდია მონიტორის საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფით სწავლობს. ჟურნალისტი გიორგი მგელაძე, რომელიც 22 ივლისის გადაცემისთვის სიუჟეტს ამზადებს, ყვება, რომ მთავარი კითხვები სწორედ მიწის პირდაპირი წესით პრემიერის განკარგულების საფუძველზე გადაცემის გამო გაჩნდა. მონიტორის ჟურნალისტების მიერ ეკონომიკის სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ კი გიორგი გახარიას უწყებამ გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როცა ამ სპეციალური უფლებით სარგებლობს პრემიერი და კონკრეტულ კომპანიას ანიჭებს, ეს თავისთავად აჩენს ხო ჩვენს ინტერესს და კითხვის ნიშნებს, ჩვენ ამიტომ დავინტერესდით, რომ თქვათ რატომ შეარჩია. და შემდეგ დავინტერესდით იმით, შეასრულა თუ არა ვალდებულებები. ჩვენ მივმართეთ 30 ივნისს ეკონომიკის მართვის სააგენტოს, დაახლოებით 10-11 დღე გვაწვალეს, არ მოგცემ პასუხი და როცა მივიღეთ პასუხიდან გაირკვა, რომ წინა დღეს ჩვენთვის პასუხის მომცემამდე ერთი დღით ადრე ეკონომიკის სამინისტროს შეუწყვეტია ცალმხრივად ხელშეკრულება კონსტრუქტ ვიჟენისთვის. ხაზგასმით მინდა გითხრათ და სტუდია მონიტორს დადგენილ ვადაში მივაწოდეთ ყველა დოკუმენტი, რაც იყო ჩვენი უწყების მიერ გამოქვეყნებული, მათ შორის ის წერილები, რომელიც თქვენ გაგთხოვთ და ზუსტად ამ წერილებიდან ჩანს, რომ ჩვენ იანვრის თვეში დავიწყეთ უკვე კომპანიის გაფრთხილება და შესაბამისი პროცედურების გატარება. ეკონომიკის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სწორედ სტუდია მონიტორის მიერ ანონსის გავრცელებას უკავშირდება. 2017 წლის 11 ივლისს უწყებამ კონსტრუქტ ვიჟენს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა. ეკას ისაური განმარტავს, რომ უწყებამ კომპანიას ორი გაფრთხილება ვადების დარღვევისთანავე გაუგზავნა და შეთანხმება მხოლოდ ამის შემდეგ გაუქმდა. ზუსტად 6 თვის თავზე ჩვენ შესაბამისი კორესპონდენციების გაგზავნის შემდეგ მოვშალეთ კონტრაქტი. მოგახსენებთ, რომ ქონება წარმოადგენს უკვე სახელმწიფო საკუთრებას. ეკას ისაურს ვკითხეთ, რატომ მიყიდეს აუქციონის გარეშე პირდაპირი წესით მიწა კომპანიას, რომლის საქმიანობის და რეპუტაციის შესახებ სახელმწიფო უწყებამ არაფერი იცოდა. ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი საქმიანობის გადამოწმება სახელმწიფო უწყების კომპეტენცია არ არის. ჩვენ არ შევდივართ რევიზიაში მას, ასე ვთქვათ, ჩვენ ინფორმაციას ვიძიებთ, რა თქმა უნდა, რა პროექტები აქვს გაკეთებული, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მე ვერ მოგახსენებ, ფიქრობთ თუ არა, რომ ის რომ ამ კომპანიას გამოუცხადა მთავრობამ ესეთი ნდობა, განაპირობა იმან, რომ ეს კომპანია არის გიორგი კვირიკაშვილის ახლო მეგობრის გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანია. მე ცალსახად მინდა გითხრათ, მე აქცენტებს და კომენტარს ვერ გავაკეთებ სხვა ვერაფერზე, მე მინდა გითხრათ, რომ ეს კომპანია არის ერთი ჩვეულებრივი კომპანია, რომელსაც მთავრობამ გადასცა ქონება საინვესტიციო ვალდებულებების ქვეშ. გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან იყო, თქვათ, რაიმე სახის შუამდგომლობა ამ კომპანიასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, არა.
იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი და ჩვეულებრივი პროექტი, რომელზეც ჩვენ მუშაობდით. მე მზად ვარ ნებისმიერ სხვა პროექტის გაჩვენოთ, რომელიც პირდაპირ წესით გასულა მთავრობაზე. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესი, როდესაც შემოდის განცხადება. ჩვენ ვიცოდით, რომ იყო ეს შეპესე კონტრაქტ ვიჟენი. ჩვეულებრივ ეს იყო ეს არის ცოდით. ამ კომპანიას. ჩვეულებრივი შეპესე კომპანია, რომელიც მოვიდა სახელმწიფოსთან და მოითხოვა სახელმწიფო ქონების პრივატიზება. ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ხელშეკრულების მოშლის მიზეზი გაჩეჩილაძის სიძის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა არ გამხდარა, რადგან კანონდარღვევის გამო ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები, როგორც წესი, არ ისჯებიან. ის ფიქრობს, რომ დაპირისპირება სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ესეთი საქმეები ბევრჯერ გახმაურებულა, მათ შორის უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არაფერი არ გაუქმებია. ამ შემთხვევაში მე უფრო თუ განმოვითარებთ ლოგიკას, ივანიშვილთან პრობლემების შექმნას უფრო უკავშირებ ამ გადაწყვეტილების მიღებას, რომ მის სიძეს ეს ქონება ჩამოართვეს, ვიდრე იმას, რომ ეხლა ვიღაცას რაღაც შეეშინდა. ამ ხელისუფლებას არაფრის არ ეშინია, ეს დაადასტურა ფარცხალაძის მდგომარეობამაც და მისმა გამილიონერებამაც, დაადასტურა გოგაშვილის საქმემაც, დაადასტურა უჩა მამაცაშვილის საქმემაც. ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის კლანური დაპირისპირებები, როგორც ყოველთვის რაღაცა საქმეების გარჩევები და შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც მოყვა ამას და არა იმას, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო. ბრალდებების მთავარი მოპასუხეები არც გია გაჩეჩილაძე და არც მისი სიძე მედიასთან არ გამოჩენილან. მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. თვითონ სად არის? როდის ჩამოდის? ანუ თქვენ ამ საკითხზე არაფერი არ იცით, ხო? გიორგი შარაშიძის მობილური ტელეფონი გამორთულია. მისი პოვნა ვერც საჯარო რეესტრში მითითებულ მისამართებზე და ვერც სახლში შევძელით. სატელეფონო ზარებს არც გია გაჩეჩილაძე პასუხობს. საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს რუსმა კაზაკებმა რაზმები გადმოისროლეს. ინფორმაციას ოფიციალური მოსკოვი ადასტურებს. შერაღებული პირები საზღვრის 166 კილომეტრიან მონაკვეთზე განათავსეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი კურიერს ეუბნება, რომ ინფორმაცია აქვს და ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. ექსპერტები დიდი საფრთხის შესახებ საუბრობენ. რატომ? სასაზღვრო ზონა, სადაც კაზაკთა რაზმები ჩააყენეს, თრუსოს ხეობას ესაზღვრება. ეს ხეობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს. 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული ოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ხეობა, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, მათი საკუთრებაა და პრეტენზიები გააჩნიათ. ის, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს სწავლობს, პირდაპირ ამბობს, რომ ახალი პროვოკაციების რისკი მაღალია. დავით კაკულია ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თრუსოს ხეობიდან, სადაც ხალხი აღარ ცხოვრობს და ხეობაც რამდენიმე მწყემსის იმედად არის დარჩენილი. ახლა ის კურიერის სტუდიას პირდაპირ ეთერში უერთდება. დავით, დავიწყოთ თავიდან. ვინ არიან თერგის კაზაკები და როგორ მოხდა მათი არაფორმალური ჯგუფის მოსროლა საქართველოსთან საზღვარზე. ჯერ კიდევ შარშან მოაწერეს თერგის კაზაკთა სამხედრო დაჯგუფებამ და ეფესბ-მ ერთმანეთთან თანამშრომლობის დოკუმენტაციას ხელი. ამის შემდეგ უკვე 300 კაზაკის გადამზადება დაიწყო ჩრდილოეთ ოსეთში, სხვადასხვა ბაზებზე. ეს კაზაკები დაყვეს შემდეგ 20 კაციან ჯგუფებად და შემდეგ უკვე ეს 20 კაციანი ჯგუფები აღჭურვეს სრულად ყველაზე თანამედროვე შეერაღებით, რაც კი გააჩნია რუსულ არმიას და სასაზღვრო ნაწილებს და ამის შემდეგ უკვე გაანაწილეს რუსეთ-საქართველოს საზღვართან, მათ შორის იმ ნაწილებში, რომელ ტერიტორიასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ანუ არის ოკუპირებული. რაც შეეხება თერგის კაზაკებს ზოგადად რუსეთის სახელმწიფო ყოველთვის იყენებს ყველაზე რთულ მონაკვეთებში და იმ მონაკვეთებში, თუ კი სადმე სურს პროვოკაციის მოწყობა, ამის მომსწრე უკვე საქართველო არის. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც თერგის კაზაკები და ასევე ყუბანის კაზაკები მონაწილეობდნენ საომარ კონფლიქტებში საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ უკვე 2004 წელს, შემდეგ 2008 წელს და ეს ისტორია მუდმივად მეორდება. ამ მთის მეორე მხარეს უკვე რუსი მესაზღვრეებით განან. ეს თრუსოს ხეობაა საქართველო-რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით საზღვრის მთელს პერიმეტრზე ეფესბ-ს თანამშრომლებთან ერთად ეგრეთ წოდებული თერგის კაზაკებიც ჩააყენეს. ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს, წერია, რომ კაზაკებს საზღვრის დაცვა და ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობა ევალებათ. საქართველო-რუსეთის საზღვარზე კაზაკთა რაზმის ჩაყენების ოფიციალურ მოტივად მოსკოვმა საზღვრის დაცვა დაასახელა და განმარტა, რომ კაზაკებმა 2016 წელს საზღვარი კარგად დაიცვეს. 5 ადამიანი დააკავეს, რომელიც რუსეთში შეღწევას არალეგალური გზით ცდილობდა. ქართველი მესაზღვრეები, რომლებიც ახლა თრუსოს ხეობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთს იცავენ, სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა კურიერს უყვებიან, რომ საზღვრის დარღვევა ამ მონაკვეთზე უკვე წლებია არ დაფიქსირებულა. ჩემგან ხელმარჯვე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორია.
ქართველი მესაზღვრეები ამბობენ, რომ თრუსოს ხეობაში აი ამ ტერიტორიიდან კანონდარღვევი იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ მოხდება, რომ მათ სხვა რომ არაფერი ბუნებრივი პირობები შეუშლით ხელს. რაც შეეხება ჩემს ხელმარცხნივ მდებარე ტერიტორიას. აი აქედან დაახლოებით 4 საათის სავალზე იწყება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი. ქართველი მესაზღვრეები ამ შემთხვევაშიც ამტკიცებენ, რომ კაზაკთა დანაყოფებს არც ერთ შემთხვევაში არ შეუძლიათ ამ საზღვრის მათ შეუმჩნევლად გადმოკვეთა და თრუსოს ხეობის დაკავება. თერგის კაზაკთა ჯგუფები, რომელიც მოსკოვის გადაწყვეტილებით საქართველოს საზღვართან გადმოისროლეს, ყველა იმ შეერაღებით არის აღჭურვილი, რომელიც რუსეთის რეგულარულ არმიას აქვს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კაზაკთა გადაადგილებას უკვე აკვირდება. ჩვენ რაღაც კონკრეტულ დინამიკას ამ მიმართულებით ჯერ არ ვხედავთ, თუმცა გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ეს ინფორმაცია დავაზუსტოთ. მნიშვნელობა არ აქვს, იქნებიან კაზაკები თუ ოფიციალური შეერაღებული პირები, რუსული სამხედრო ნაწილების და რუსული ინტერესების უკანონოდ ეგრეთ წოდებული საზღვრის დაცვის პრინციპით გატარება საქართველოში არის ყოველად მიუღებელი. კაზაკთა რაზმები რუსეთმა საქართველოსთან საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის პერიმეტრზე გადმოისროლა. საუბარია 166 კილომეტრიან მონაკვეთზე. ეს ტერიტორია ესაზღვრება თრუსოს ხეობასაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის სამიზნეა. თრუსოს ხეობის საოკუპაციო სივრცეში მოქცევის შესახებ პირველი განცხადება ედუარდ კოკოიტმა გააკეთა. ამიტომ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ კაზაკთა რაზმების გადმოსროლას მოსკოვის მხრიდან ახალი პროვოკაციები მოხვეს. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ერთგვარი გამაფრთხილებელი დემარშია. იმის ფონზე, რასაც აკეთებს რუსეთი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და ოსების მიმართ. კულახმეტოვის დანიშვნა იქნება, ბორდერიზაცია იქნება, თუ სხვა ზოგიერთი საკითხი, ძალიან სასაცილო, მაგრამ ერთდროულად სასაცილო საკვირველი, თქვა, ნაბიჯი გაზპრომისა, რომელსაც უცებ გაზი გაყავს მთელ სამხრეთ ოსეთში, სადაც სოფლებში, სადაც ხალხი არ არის. ეს აქტივობა რაღაცაზე ორიენტირებული. აი რაზე ამის თქმა ძალიან რთულია და ხო ვერსიულად შეიძლება ითქვას, რომ თქვათ ეს არის ზეწოლა საქართველოს მხარეზე მაქსიმალურად როგორმე აიძულონ რაღაცა მოლაპარაკებების ფორმატში შევიდეს ქართული მხარე ოსურ მხარესთან. როგორც ჩანს ამისკენ ამაზე ორიენტირებული. თუმცა ეს ჩემი ვერსია და მე ამის მტკიცებას ვერ დავიწყო. საქართველოს საზღვართან კაზაკთა რაზმების გადმოსროლაში საფრთხეს ხედავს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე. საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამბობს, რომ კაზაკთა დანაყოფების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასარიდლად ოფიციალურმა თბილისმა სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს. ნეტყობა თვითონ კავკასიაში უნდა კაზაკების ფაქტორი გააძლიეროს და ერთგვარად შიდა საპირწონე ძალათა შეიძლება რომ დაჭირდეს კაზაკების სერიოზული დაჯგუფებები. ჩვენთან მიმართებაში რა თქმა უნდა ახლა ერთია რომ გაწვრთნილ მომზადებულ მესაზღვრესთან გაქვს საქმე და საზღვარზე ხდება ხოლმე სხვადასხვა ინციდენტები და მეტი ალბათობაა იმისი რომ ეს ცივილიზებულად დარეგულირდეს, ვიდრე იქ იქნება კაზაკების გავსე რაღაც შეარაღებული არაფორმალური რაღაც დაჯგუფებები, რომელსაც ფორმალურ სახეს აძლევენ დღეს, რომლებიც ამ ამოცანებისთვის მომზადებლები არიან. აი ეს არის საფრთხე ჩემი აზრით. საჰაერო ძალების სარდალი ამირან სალუქვაძე კიდევ ერთი საფრთხის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, კაზაკთა გადმოსროლის ფონზე იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური ჯგუფების შემოსვლის საფრთხეც. ნებისმიერი რაღაც ინციდენტების წარმოქმნისას თაგორიან რელიეფში, ადგილებში ჩვენ დაგვჭირდება სამხედრო ავიაცია, მიიროვე სატრანსპორტო სამხედრო და მოიერიშე სამხედრო ავიაცია, როგორც შოუმფრენები, ასევე თვითმფრინავები. და ამაზე ვიფიქროთ, იმიტომ რომ როცა საჭიროება დადგება, მე ერთ დღეში ვერაფერს ვერ გავაკეთებ. იქ სადაც მთის მეორე მხარეს კაზაკთა დაჯგუფებები ჩააყენეს, ქართველი მესაზღვრეები ინტენსიურ პატრულირებას ახდენენ. ამბობენ, რომ სასაზღვრო ზონაში ხშირად ხედავენ რუს მესაზღვრეებს, თუმცა ისინი კონტაქტზე არ გამოდიან. თრუსოს ხეობის ამ ნაწილში ტელეკამერა არასდროს არ ყოფილა. აქ მხოლოდ წკემსებს უშვებენ. ოდესმე გინახავთ გადმოსული ან რუსები ან აბაბაბაბაბა. აქ მე პირველად ვარ. ყანობის თასში რო ვიყავი, იქაც არაფერი მშვიდობა, სოლიდარობა იყო. არაფერი. ეს ტურისტები დადიოდნენ. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი რაოდენობა კაზაკებისა, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთს გააკონტროლებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საზღვარზე კარგად გაწვრთნილი დანაყოფები დადგებიან. კაზაკთა დანაყოფები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკვე წლებია დგანან.
92, 93, 2004 და 2008 წლებში თერგისა და ყუბანის კაზაკები საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდნენ და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. კაზაკთა დანაყოფები ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე დგანან. საოკუპაციო ზოლთან დღეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს. ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯიროვი ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი საქონელს მწყევსავდნენ. არსებული ინფორმაციით ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა დაკავებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ წინაგარის მიმართულებით წაიყვანეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ამ დროისათვის ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია და დაკავებულები ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ახირში იყო და არაფერი არ ვიცი. გაიგე წაიყვანეს, მეტი არაფერი არ ვიცი. ტელეფონა ქონდა და აი მეზობლი ვისთანაც იყო ნახიში იმის ცოლთან გამორეკა რომ დაიჭირს რუსები. სოფლის აღმოსავლეთიდან წაიყვანეს. თავისთავად მწყემსები საქონელო შედის ეგრეთ წოდებულ საზღვრის პირასოფელი როა. ახიში ყნეხიან წაიყვანეს. რატო რა მიზეზითო? რომია ვარ ვიცი ყრო განიცა ისახნის რომ გადაკვეჭეს და წაიყვანეს. ცხინვალიდან ხო არავინ დაკავშირებიათ სოფელში რამე ხო არა დამატებ. კურიერის დასრულებისთანავე განსხვავებული აქცენტების სკანდალური ეთერი დღეს რუსთავი 2-ზე გადაცემის წამყვანი უკვე სტუდიაში. ახლა ეკეკვესიტაძე შემოგვერდება და თავად გეტყვის ვინ იქნება დღეს მისი სტუმარი. საღამოშიდობის ნოდარ მომხდარიდან თითქმის 4 წლის შემდეგ სახჯერ ასრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი კორძაია ყვება თუ ვინ გაიყვანა ციხიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და როგორც ცდილობდა ქართული ოცნების ხელისუფლება ამ ძალზე რეზონანსული საქმის შესახებ ინფორმაციის დამალვას. ვინ გაანადგურა ვიდეო ჩანაწერები და ვინ დაფარა დანაშაული, რას იხსენებს სასჯელ აღსრულების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი. გარდა ამისა ირაკლი კორძაია ჩვენთან ინტერვიუში იმასაც განმარტავს თუ რატომ გახდა იძულებული დაეტოვებინა საქართველოს, ვინ ემუქრებოდა და უთვალთვალებდა მას. ასე რომ არ გამოტოვოთ წინ მართლაც ძალიან საინტერესო ეთერი გელით. განსხვავებული აქცენტები რუსთავის ეთერში კურიერის დასრულებისთანავე გავა. საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრები და ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში დარღვევებით შენდება და ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში უმძიმესი შედეგი იქნება. ასეთია ქვეყნის გეოფიზიკის ინსტიტუტის დასკვნა. ქართველი მეცნიერები ამბობენ, რომ ხელისუფლებას უკვე რამდენიმე წელია აფრთხილებენ, თუმცა მათი ხმა არ ესმით. საჯაროდ ამ თემაზე ლაპარაკი სპეციალისტებს დღემდე არ უნდოდათ, რადგან საზოგადოებაში პანიკა არ ყოფილიყო. თუმცა იმის გამო, რომ მთავრობამ მათ არ მოусმინა, ამიტომ გადაწყვეტეს სატელევიზიო ეთერიდან აცნობონ იმ რისკების შესახებ, რომელიც წინაშეც ახლა 10,000-ობით ადამიანი დგას. მშენებლობებს შორის, რომელიც დარღვევებით მიმდინარეობს, არის პანორამა თბილისი და ნენსკრა-ჰესი. ყველა მთავარი დეტალი თქვენთვის ეკა გაგუამ გაარკვია. ჩვენ დგება ძალიან სერიოზული კატასტროფის წინაშე, უშუალოდ თბილისში. ჩვენი გათვლებით, რომელიც ჩვენ სცენარზე ჩავატარეთ, თუ თბილისში განვითარდება მოსალოდნელი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა არის 6. ჩვენ გვექნება 10,000-ობით მსხვერპლი და მე არ ვიცი რა იქნება ეკონომიკური ზარალი, მილიარდები. ასეთ მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებენ სპეციალისტები საქართველოს დედაქალაქს. საგანგაშო დასკვნებით გეოფიზიკოსმა ნინო წერეთელმა ყველა სახელმწიფო უწყება მოიარა, არ მოусმინეს. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებას საფრთხეების შესახებ ტელევიზიით უამბოს. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი კურიერს უყვება, რომ ქვეყანაში მოქმედი სეისმური საშიშროების რუკა, რომლის მიხედვითაც სამშენებლო კოდები იწერება, არასწორია. შესაბამისად, მშენებლობები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით კი თბილისში მიმდინარეობს, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს. როდესაც ეს არასწორი არის, ეს ამ პარამეტრის მნიშვნელობა, შესაბამისად გათვლები და შენობების დაპროექტება სეისმომედეგობის კუთხით ხდება არასწორად. საუბარია ყველა მშენებლობაზე, რაც მიმდინარეობს, რომელიც ამ რუკას იყენებს, არსებობს სხვა რუკა. არ არსებობს სხვა რუკა. ქვეყნის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი კურიერს უყვება, რომ დარღვევებით ქვეყანაში არა მხოლოდ საცხოვრებელი და კომერციული ობიექტები შენდება, არამედ ჰიდროელექტროსადგურებიც, მათ შორისაა ნენსკრა-ჰესიც. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჰიდროელექტროსადგური არ არის გათვლილი იმ მასშტაბის მიწისძვრაზე, რაც ამ რეგიონისთვის არის დამახასიათებელი. ენერგეტიკის სამინისტრო საფრთხეების შესახებ გააფრთხილეს, მაგრამ მშენებლობა ისევ დარღვევებით მიმდინარეობს. როდესაც ჩვენ ხელში ჩაგვივარდა შეფასება ნენსკრა-ჰესის
პრობაციის, რომელიც 1%-იანი გადაჭარბების ალბათობით შეფასებული არის 0.66-ს, ეს არის დაბალი მნიშვნელობა. იქ აცილებით მეტი არის მოსალოდნელი. ჩვენ არც კი გამოგვეხმაურა ენერგეტიკის სამინისტრო ამაზე. მე ვარ საქმის კურსში, რომ ყველა ჰესი, რომელიც შენდება, სრულდება სრული დაცვით ყველა სეისმური. ფაქტია, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის ვინ სპეციალისტები? მე არ ვიცი. ვინ სპეციალისტები? სახელი გვარი მიხარით, შეგიძლიათ? მე მომაწოდეთ და მე გეტყვით რა საუბარია. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომლის მდგრადობასაც სპეციალისტები ეჭვის ქვეშ აყენებენ, პანორამა თბილისია. იმის შესახებ, რომ მშენებლობა არასწორი სეისმოკოდებით მიმდინარეობს გეოფიზიკის ინსტიტუტმა სამშენებლო კომპანიას დაახლოებით 1 წლის წინ აცნობა. რეაგირება არც ამ შემთხვევაში მომხდარა. პანორამა თბილისის მშენებლობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არ იცის საერთოდ რა სეისმოკოდებზეა ლაპარაკი. რომელ კოდებზე დაყრდნობით მიმდინარეობს მშენებლობა? წარმოდგენა არ აქვს საერთოდ. რა თემაზეა საუბარი, წარმოდგენა არ აქვს. ანუ სეისმური კოდები ხო არსებობს, რისი გათვლის მიხედვით? არ არსებობს ეგეთი რაღაცების სისულელებს ნუმელაბარაკები. არ არსებობს ესეთი კოდები? არავითარი კოდები არ არსებობს. ის რის შესახებაც ქართულ ჯგუფის წარმომადგენელს და პანორამა თბილისის მშენებელს წარმოდგენა არ აქვს, მსოფლიოში მშენებლობის პოლიტიკის მთავარი გამსაზღვრელია. კოდები მოქმედებს საქართველოშიც, თუმცა მათი გადამოწმება და მონაცემების განახლება მრავალი წელია არ მომხდარა. ის რომ კოდების სიზუსტესთან დაკავშირებით პრობლემები იყო 2013 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა. თუმცა მას შემდეგ არასწორი კოდებით მშენებლობის მასშტაბების ზრდის გარდა არაფერი შეცვლილა. ასეთი შენობები არიან საკმაოდ დიდი საფრთხის მატარებლები, ვინაიდან არ არის გარკვეული, ვთქვათ, იგივე გრუნტის პირობები, აქ საჭიროა დეტალური გეოფიზიკური, გეოლოგიური გამოკვლევა. ამის გარეშე ის რის მიღწევაც ჩვენ გვინდა, იმისთვის რომ შევცვალოთ საქართველოში, ასე ვთქვათ, ნორმები, სამშენებლო ნორმები გამორიცხული. ეს უჯარმი სეისმოსადგურია, სეისმოგრაფი 4 მეტრის სიღრმეზე მიწაშია დამონტაჟებული. სწორედ ამ და კიდევ რამდენიმე მსგავსი სადგურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით უნდა შეიქმნას ქვეყანაში ახალი სეისმური საშიშროების რუქა, რომელიც გზამკვლევი იქნება ყველა მშენებლობისთვის, თუმცა პროცესი გაყინულია. ძალიან დიდ მიწისძვრაზე თუ ის ურბანულ ტერიტორიაზე მოხვდა, შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს. რა თქმა უნდა, ეს ასე მოსახლეობამაც უნდა იცოდეს და ყველა მე არავის არ ვაშინებ. სეისმურად აქტიური ქვეყანა, მე არ ვიცი ეს როდის მოხდება. ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ სამშენებლო პოლიტიკაში გაუმჯობესება, იმიტომ რომ არ დაგვიდგეს სპიტაკის შედეგი საქართველოში და ვიყოთ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაცული. სპეციალისტები იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც შეიძლება არ ექცეოდეს ყურადღება მოძველებულ და არასწორ სეისმურ კოდებს. გეოლოგები და გეოფიზიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ახალი და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული კოდები შესაძლოა სამშენებლო ბიზნესს არ აწყობდეს, რადგან ამ შემთხვევაში მშენებლობის ხარჯები გაიზრდება. დეპუტატების საზაფხულო არდადეგები დაიწყო. კაბინეტების დიდი ნაწილი პარლამენტში დააკეტილია და პოლიტიკოსებიც ისვენებენ. ახლა დადგა დრო ჩვენ ვიმუშაოთ და შევაჯამოთ პარლამენტის ციფრებში. ბოლო 6 თვის განმავლობაში პარლამენტის 150 წევრიდან სხდომაზე ხმა 32 საერთოდ არ ამოუღია. ანუ ხალხის მიერ არჩეული ყოველი მეხუთე დეპუტატი დუმდა. იყვნენ ისეთები, ვინც პარლამენტის სხდომას არასაპატიო მიზეზით ხშირად აცდენდა. მაგალითად, ქართული ოცნების წევრი შოთა შალელაშვილი ამ რეიტინგში ლიდერია. უფრო მძიმეა სურათი, როდესაც ვუყურებთ პარლამენტის იმ წევრების გვარებს, ვინც კანონის ინიციირებას ახდენდა. მიუმატა, გამოაკლო, გაამრავლა, გაყო და პარლამენტის ციფრებში დააჯამა თეონა ცხომელიძემ. ის ახლა კურიერის პირდაპირ ეთერს უერთდება. თეონა, საღამო მშვიდობის რა სანქციები ემუქრებათ საინტერესოა იმ დეპუტატებს, ვინც სხდომებზე დუმდნენ, ან საერთოდ არ დადიოდნენ, ან არც კანონების ინიციირებას არ ახდენდნენ. ნოდარ, იმ დეპუტატებს, რომლებიც აცდენენ სესიებს არასაპატიო მიზეზით, ხელფასიდან 10% დაექვითებათ, თუმცა არსებობს ეშმაკობა, რომელსაც კანონმდებლები მიმართავენ ხოლმე, არის ასეთი საპატიო მიზეზი, ოჯახური მდგომარეობა, თუმცა არ არის განმარტებული, რას მოიცავს ეს, შესაბამისად დეპუტატები სწორედ ამ მიზეზს მიუთითებენ ხოლმე გაცდენისას. ყველაზე ხშირად რაც შეეხება დუმილს, დუმილი პარლამენტში დასჯადი არ არის და იმის გამო, რომ დეპუტატები არ გამოდიან სესიაზე სიტყვით, მათ არანაირი სანქცია არ ემუქრებათ, თუმცა მაინც უცნაური არის, რომ პარლამენტარების 20%-ს 6 თვის განმავლობაში არაფერი ქონია სათქმელი არც პოლიტიკური განცხადებებისას და არც კანონ შემოქმედებისას.
43 პლენარული სხდომა და არც ერთი სიტყვით გამოსვლა. ეს იმ დეპუტატების ჩამონათვალია, რომლებსაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკუთარი პოზიცია სხდომაზე არც ერთხელ არ დაუფიქსირებიათ. 32 კანონმდებლიდან 3 ოპოზიციის წევრია. კოლეგების 6 თვიანი დუმილის ფონზე ყველაზე მეტი გამოსვლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა. ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ეკა ბესელია გამომსვლელთა ხუთეულში ქართული ოცნების ერთადერთი წარმომადგენელია. ვიღაცას წარად ახსოვს ჩემი ხმა და არც ახლა არ ჩურჩულებ. ეკა ბესელია ლიდერობს იმ დეპუტატების სიაშიც, რომლებმაც მეცხრე მოწვევისას ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენეს, თუმცა ასეთი პარლამენტში ცოტაა. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 88 დეპუტატს ინიციატივა საერთოდ არ გამოუჩენია. უკეთესობისკენ შეეცალა ვითარება. სტატისტიკის გაზრდის თვალსაზრისით კანონპროექტების ინიციირება ეს ხელოვნურად არ უნდა ხდებოდეს. გასაკური არ არის, რომ მე ვთქვათ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდეს მეტი კანონპროექტი, ხო ეს ბუნებრივია. ფრაქცია პატრიოტთა ალიანსიდან საკანონმდებლო ინიციატივა არც ერთ დეპუტატს არ ქონია. ნაციონალური მოძრაობის 6 დეპუტატიდან კი პარლამენტს ცვლილებების პაკეტი 5 წარუდგინა. ევროპული საქართველოს 21 წარმომადგენლიდან საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ 6 ჰქონდა. არის ახლა გეგმაში და რამდენიმე კვირაში მოხდება ინიციაცია რამდენიმე კანონის. ხო ამოწურულია უკვე საგაზაფხულო სესია. შემოდგომაზე იქნებოდა. პარლამენტის წევრები საგაზაფხულო არდადეგებზე უკვე წავიდნენ. დეპუტატების კაბინეტების უმრავლესობა ახლა დაკეტილია, თუმცა საგაზაფხულო სესიაზე იყვნენ ისეთებიც, ვინც სხდომებზე იშვიათად ჩნდებოდა. ურჩი დეპუტატების გამო პარლამენტის რამდენიმე სხდომა საათების დაგვიანებით დაიწყო, ან საერთოდ ჩაიშალა. ნეტგაზეთის მონაცემებით ყველაზე ხშირად სესიებს არასაპატიო მიზეზით ქართული ოცნების წევრი შოთა შალელაშვილი აცდენდა. ძირითადად საპატიო მიზეზით, თუმცა 29 გაცდენა აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრს კობა ნაყოფიას. მას ჩამონათვალში ევროპული საქართველოს წევრი ზაზა კედელაშვილი მოყვება. რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის წევრს სხდომის გაცდენა საპატიოდ ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის პრობლემის, საზღვარგარეთ მივლინების ან პოლიტიკური ბოიკოტის მოტივით ეთვლება. გაცდენის მიზეზად პარლამენტარები ყველაზე ხშირად ოჯახურ მდგომარეობას უთითებენ. ხელფასის 10%-ის დაქვრივა, ხო, შესაბამისი პირობების გათვალისწინებით. ეს არის სანქცია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, უფრო მძიმე სანქცია არის სწორედ ის, როდესაც პოლიტიკური სანქცია, თუ შეიძლება ესე ითქვას, რასაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოყვება, არის ის, რომ პარლამენტის წევრთა სახელი და გვარები საჯაროვდება და საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, როგორც საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილე კონკრეტული დეპუტატები. თუ მე ვაცდენ სხდომას, ეს ხდება საპატიო მიზეზით და იმ მიზეზით, რომ ვიმყოფები ასევე ჩემი ფუნქციების შესასრულებლად მივლინებაში სხვა ქვეყანაში. ამ განცხადების მიუხედავად თამარ ხულორდაბა ვერ მოხვდა იმ დეპუტატების ათეულში, რომლებმაც მივლინებებისათვის ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. ბოლო 6 თვეში პარლამენტს ყველაზე ძვირი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ვიზიტები დაუჯდა. ჯამში 58313 ლარი. ოპოზიციიდან ყველაზე მეტი საკანონმდებლო ორგანომ დავით ბაქრაძის მივლინებებისათვის დახარჯა. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს 10000 ლარით მეტი დაჭირდა, ვიდრე მოქმედს ირაკლი კობახიძეს. ნეტგაზეთმა გამოიკვლია ისიც, თუ რომელი დეპუტატების მივლინებები დაჯდა ყველაზე იაფი. ციის სათავეში აკაკი ბობოხიძეა. ევროპული საქართველოს წევრს მივლინებებისათვის ბოლო 6 თვეში მხოლოდ 180 ლარი გამოეყო. 3 წელი ეროსი კიძმანიშვილის სიკვდილიდან და პასუხგაუცემელი კითხვები. ოჯახი დღესაც ფიქრობს, რომ რუსთავიორის დამფუძნებელი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია. ოფიციალურად ეროსი კიძმანიშვილის საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძია და თქვა, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ამას თითქმის არავინ იჯერებს. მთავარი საეჭო გარემოება კიძმანიშვილის ბოლო საჯარო გამოსვლაა. საგანგებო პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თვალებში უნდა ჩახედოს, რადგან ყველაფერი რუსთავიორის წილების გასხვისების შესახებ სწორედ მან იცის. კიძმარიშვილის სიკვდილიდან მალევე ხელისუფლება ქიბერ ხალვაშის ხელით ტელევიზიის ხელში ჩაგდების გეგმა ამუშავა. 15 ივლისია ეროსის გარდაცვალების დღე, 3 წელი გავიდა იმ დღიდან. დაახლოებით 1 წელია, რაც საგამოძიებო ორგანომ საქმე დახურა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არის არაერთი გაურკვეველი საკითხი, ბევრი საეჭო გარემოება. ეროსი კიძმარიშვილის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგაც ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არჩერა. კიძმარიშვილის ძმა დარწმუნებულია, რომ რუსთავიორის დამფუძნებელი მოკლეს. ოჯახისთვის არასანდოა პროკურატურის მიერ დაწყებული და დასრულებული გამოძიების შედეგებით. ზურა კიძმარიშვილი ამტკიცებს, რომ მისი ძმა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია. ვერსია შეკვეთილი მკვლელობისა მე მქონდა 3 წლის წინ, აი ამ დღეს უკვე ეს ვერსია მქონდა. სამწუხაროდ ეს ვერსია მე ვერც 2 წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებამ გამიქრო და დღემდეც არ მაქვს ჯერ კიდევ
მაქვს ეს ვერსია და უბრალოდ არ მაქვს დადასტურებული ფაქტები. მკვლელობის მოტივად კიცმარიშვილები გარდაცვლილის გეგმებს ასახელებენ, იხსენებენ, რომ პოლიტიკური აქტიურობის გარდა კიცმარიშვილი მოლაპარაკებებს მედია პროექტებთან დაკავშირებითაც აწარმოებდა. მოტივი უნდა ყოფილიყო გარდაცვლილის აქტიურობა პოლიტიკურ და მედია სივრცეში. მას ჰქონდა ძალიან ბევრი გეგმები. მისი გეგმები იყო მედია საშუალებების შექმნისკენ, მედია სივრცეში აქტიურობისკენ და ასევე პოლიტიკური ასპარეზზე ფიქრობდა, აპარაკობდა იქ მედია სივრცეში შესაძლო ცვლილებებზე, რაღაც გადანაცვლებებზე. მინდა ბიძინა ივანიშვილს უთხრა, როცა რუსთავიორს ახსენებ და მაესტროს ახსენებ, თვალებში მე შემომხედეთ, იმიტომ რომ მე ბევრი რამ ვიცი, რა მოხდა და რა გაკეთდა ამის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი ბოლო პრესკონფერენცია, სადაც რუსთავიორის დამფუძნებელი გარდაცვალებამდე ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ სასამართლო დავა არხის ყოფილ მფლობელებს შორის მის გარეშე ვერ დაიწყებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი რაც ამ სასამართლომ გააკეთა ჩემს სასარგებლოდ, თქვა ის, რომ მე ქიბარ ხალვაშისაგან არაფერი მიმიღია, შესაბამისად ქიბარ ხალვაშმა მე გადამაგდო. ამ განცხადებიდან მალევე კიცმარიშვილი საკუთარ ავტოფარეხში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ორწლიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პროკურატურამ რუსთავიორის დამფუძნებლის სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობა მოტივად კი ფინანსური პრობლემები დაასახელა. საგამოძიებო უწყებამ მაშინ გრაფიკული ფილმიც გაასაჯაროვა. 9 წუთიან ფილმში პროკურატურამ ის საგამოძიებო მოქმედებები ასახა, რომელიც კიცმარიშვილის გარდაცვალების დღიდან ჩაატარა. გრაფიკულ ნამუშევარში საუბარია სიკვდილამდე ეროსი კიცმარიშვილის გაუაზრებელ ქმედებებზე, რასაც უწყება თვითმკვლელობის ვერსიის გასამყარებლად იყენებს. კიცმარიშვილმა საფულის და ტელეფონის გარეშე დატოვა სახლი და ლიფტი გამოიძახა. კადრში ჩანს, რომ იგი ავტოფარეხში ჩასვლამდე სადარბაზოში ბოლთას სცემს. ეროსი კიცმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსია მისი ადვოკატების განცხადებით მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. გარდაცვლილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, ვის ეკუთვნის ჩეზეს ტიპის იარაღის სასხლეთზე აღმოჩენილი უცხო დნმ-ის კვალი. ორწლიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პროკურატურამ ვერც იმ პირების იდენტიფიცირება შეძლო, რომელთა ანაბეჭდები გარდაცვლილის ავტომობილზე დარჩა. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, როდესაც თუნდაც საუბრობ, რომ იჩქარა, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, ამის განცხადების საფუძველს გვაძლევს სწორედ ის, რომ ერთის მხრივ დნმ-ი არავის არ ვიცით ვისია იარაღზე, მეორეს მხრივ ავტომობილზე თითისკვლები არ ვიცით ვისია, მესამეს მხრივ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ცოტა დაგვიანებულად იქნა ჩატარებული. კიცმარიშვილები არასაკმარისად ჩატარებულ სხვა საგამოძიებო მოქმედებებზეც საუბრობენ, რომელიც სატელეფონო ანძებს, ვიდეო ჩანაწერებსა და ეროსი კიცმარიშვილის ინტერნეტ გვერდის გატეხვას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და რუსთავიორის დამფუძნებლის გარდაცვალების საქმე დახურა, ოჯახი ახალი გარემოებების და სრულყოფილი გამოძიების მოლოდინშია. მაზუტია? არიქნა მაზუტი. აბა რა? არ ვიცი რა. იბრძან. საიდან არის დაღვრილი? არცაიდან არ არის დაღვრილი, იყო შიგნით. ნიადაგში ჩაღვრილი ტონობით მაზუთი, რას ეწირება დედაქალაქის ეკოლოგია, გარემოს დაცვის სამინისტრო სანქციებს უკვე ამზადებს. დარღვეულია ნორმები, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა დაცულიყო უსაფრთხოება. ეს რუსთავიორია, თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. მარიხუანას კულტივაციის მიზეზით პატიმრობა არაკონსტიტუციურადაა ცნობილი. ქვეყნის მთავარი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ძალაშია. ან უფრო მარტივად რო აგიხსნა, თუ თქვენ კანაფის მოყვანას გადაწყვეტ, გარკვეულ რაოდენობამდე ციხე აღარ დაგემუქრებათ. დღეს დავით ქაშიაშვილი არ ყვევდა ამ გადაწყვეტილების გამო მოხდება თუ არა იმ პატიმრების გათავისუფლება, ვინც მარიხუანას კულტივაციისათვის ახლა სასჯელს ციხეში იხდის. ეს რო აწონო ღერო, ხო, ეს ხო მოსაწევად უვარგისია. შესაბამისად წონა მეტი იქნება. ანუ აქ ამ შემთხვევაში ის არის. ეგ ზოგადად ანუ შენ შეეხე იმ პრობლემას, რომელიც ახასიათებს საკითხს, როდესაც ჩვენ მარიხუანას წონით ვსინჯავთ და არა ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა შიგნით. მან უნდა მოიხმაროს რა? პირობითად რო ვთქვათ, აი ეს. ხო, მისი ყვავილები ესე რო ვთქვათ რა. აი ეს. აი ეს. ეს, ხო? ეს უვარგისია. მოსაწევად არ გამოიყენება. თუმცა საკონსტიტუციო სამართლო ამ მიმართულებით ანუ რა უნდა ავწონოთ? მე მაგას გეკითხები. ეს უნდა ავწონოთ თუ ეს და ეს? მოდი ეს რაც ამ წუთას რაც შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ ნამდვილად არ ავწონით, ეგეთი არის მიწა.
რომელიც ამაშია მოხდა. ანუ აი ამას არ ავწონით. მაგას არ ავწონით. ამის იქით ჯერჯერობით ჯელობა არ წასულა. ჩვენ თვლი რომ ეს უნდა გადავაგდოთ. ხო. როდესაც ვინმე საკავებს და უნდა იწონოს ეს. აი შეიძლება ისიც არ გადავაგდოთ, უბრალოდ ამაშიც ხო ძალიან მცირე ოდენობით ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომელიც თრობას არ ყოფნის, მაგრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლი ამაშიც იქნება. ოღონდ ძალიან მცირე ოდენობით. საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუსაზღვრავს კანაფი რა მდგომარეობაში უნდა აიწონოს, თუმცა გუშინ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით თუ ნედლი მარიხუანა დაწესებულ დოზას აღემატება, შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეთ. კანონის სამართალდამცველს არ ავალდებულებს, რომ საქმეს თრობისთვის ვარგისი თავთავების წონა დაურთოს. ადამიანი, რომელიც მოიხმარს მარიხუანას, დამნაშავე არის, ეს დაშვება ჯერჯერობით გვაქვს, მაგრამ ციხისთვის არ გვემეტება. რა რაოდენობის გამომშალ მარიხუანაზეა? ეს 151 გუშინდელ გადაწყვეტილებაში 151 გრამია ეს მარიხუანა. მაგრამ 151 გრამი რაღაც ისეთი საკრალური ციფრი ხო არ არის, რაც სინამდვილეში 150. 150 გრამი არის იმიტომ ასეთი რეგულების ქვეშ მოქცეული, რომ იგულისხმება, რომ ეს არ არის გასაღების მიზანი. ახალი რეგულაციების მიხედვით განისაზღვრა როგორც ნედლი, ასევე გამომშრალი კანაფის ოდენობები. 5 გრამზე მეტი მარიხუანის აღმოჩენა ისევ სისხლის სამართლებრივად დასჯადია. თუმცა, გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით თქვენ სასამართლო სასჯელის ყველაზე მკაცრ ზომას პატიმრობას ვერ შეგიფარდებთ, თუ პირადი მოხმარებისთვის კანაფი დადგენილ წონას არ აღემატება. თუ ჩვენ არ ვიჭერთ ადამიანებს 150 გრამი მარიხუანას გამო, მაშინ არ უნდა დავიჭეროთ არა 266-ის გამო, არამედ დავიჭეროთ 151 გამრავლებული 6 ჯერს გამო. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებებით შეიცვალა მარიხუანის კულტივიზაციის, ანუ მოყვანის წესიც. თუ პოლიცია ნედლ მარიხუანას აღმოგიჩენთ, ის კონსტიტუციით დადგენილ წონას არ უნდა აღემატებოდეს და ციხეში არ მოხვდებით. თუ ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ეს უნდა გააკეთოს საკანონმდებლო ხელისუფლებამ. ანუ პარლამენტს აქვს ამის მოვალეობა უფრო ადრე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს. მაქვს მარიხუანა ნედლი. და საერთო ჯამში ამ საერთო მარიხუანის წონა აღემატება დაშვებულ წონას. სახლში ცხოვრობ, მაგალითად, ცხოვრობთ მე და თქვენ ერთად, ან კიდევ მესამე ჩვენთან ერთად. თუ აი ამ მარიხუანას დაუშვათ გადავანაწილებთ და ერთს დავდებთ ერთ კონკრეტულ ადგილას, მეორეს რაღაც ტელევიზორის თავზე, მესამეს რაღაც კომოდის თავზე. და პოლიცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შემოვა და დაგვაკავებს. თუ სამივე ამ ოჯახში მცხოვრები ადამიანები ვიტყვით, რომ ერთი ჩემი იყო, ერთი ჩემია, შენ რო იტყვი და მესამეც იტყვის, რომ ეს ჩემი იყო. ასეთ შემთხვევაში რისკი იმისა, რომ ჯგუფურ დანაშაულად ჩაგვითვალოს მოსამართლემ უფრო დიდია, თუ მაგალითად ყველას ინდივიდუალურად შესაძლებელია სამივე ადამიანს პასუხისმგებლობა დაეკისროს ჯგუფურად. კანაფის მომხმარებლებისთვის კანონი ისევ მკაცრია. საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად პოლიციას მაინც აქვს ბერკეტი მარიხუანის ქონა მოხმარებისთვის პირი ისევ დააკავოს. სასამართლომ თქვა, რომ 151 გრამამდე მცენარის მოყვანა დათესვა კვლავ შეიძლება ითვლებოდეს დანაშაულად. ამ დანაშაულზე არ შეიძლება სასჯელის სახით გამოვიყენოთ უმკაცრესი ზომა, ანუ თავისუფლების აღკვეთა. ნარკოპოლიტიკას დღეს როცა ვსაუბრობთ მის რეპრესიულ ხასიათზე და მის სადამსჯელო ბუნებაზე, აქ არის როგორც კაცრი ნარკოტიკების მომწესრიგებელი კანონმდებლობა, ისე სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ამ მექანიზმებს იყენებს კვლავ ბოროტად და ისევ კანონი აძლევს ამის შესაძლებლობას პოლიციას. ადამიანი თუ კი თავის თავს აყენებს ზიანს, ის მხოლოდ თავის თავს აყენებს ზიანს და ამიტომ კიდევ ერთი ახალი გადაწყვეტილება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოაცხადებს, კანაფის პირად მოხმარებას ეხება. კანონში ცვლილების ინიციატორი პოლიტიკური მოძრაობა გირჩია. იურისტებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილი ტეტრაჰიდროკანაბინოლი სხვათა უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის. ტონობით მაზუთი თბილისის ცენტრში ნიადაგში იღვრება. დედაქალაქი ახალი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დადგა. მტკვრის სანაპიროზე კომპანია თელასი ახალ ელექტროსადგურს აშენებს. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ძველ რეზერვუარებში შენახული მაზუთის უტილიზაცია მოეხდინა, მუშებმა ის ნიადაგში ჩაღვარეს. გარემოს დაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამბავი იცის და კომპანიას დააჯარიმებს. საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის ხელმძღვანელი კიკურიერს ეუბნება, რომ ლიბერალური სანქცია საკმარისი არ არის, რადგან 100 კვადრატული მეტრი მტკვრის სანაპიროზე ახლა მაზუთით არის გაჟღენთილი. გაუსაძლისი სუნი ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი უკვე გახდა.
აბზანი გარეთ მოგითხარით შიგნით ნუ შემოდიხარ მშენებლები კურიერის გადამღები ჯგუფის გამოჩენამ გააღიზიანა. დოდო აბაშიძის 10-ში, იქ სადაც თელასი ახალი ქვესადგურის მშენებლობას აპირებს, უკვე ერთი კვირაა რამდენიმე ტონა მაზუთი ნიადაგში იღრება. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. მშენებლობის დაწყებამდე მავნე ნივთიერება ნიადაგის ქვედა ფენაში იმარხება. მაზუთია? არის თუ არა მაზუთი ეს? დააღურელი მაზუთი? მაგ ფერი არ იქნება მაზუთი. აბა რა? არ ვიცი რა. მიბრძან. საიდან არის დააღურელი აქ მაზუთი? არ საიდან არ არის დააღურელი იყო შიგნით. მაზუთია. საიდან იყო შიგნით? ეს იყო მაზუთის შესანახი რეზერვუარები. მიწაში ხდება ამ მაზუთის ნიადაგში გაჯონვა. დააბინძურებს თუ არა ეს? არ ხდება ნიადაგში გაქვთ ბოჭკები. დააღურელი მაზუთის უტილიზაციას რომ ცდილობენ თელაში არ უარყოფენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მხოლოდ მშენებლობის დაწყებისას გაარკვეს ნიადაგის დაბინძურების შესახებ. თელაში კურიერთან დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ და მხოლოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს. მათ იმედი აქვთ, რომ უზნაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე ქვესადგურის მშენებლობისას აღმოჩენილი ნარჩენების გატანა კანონის სრული დაცვით მოხდება. მთავრობისა და სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად თელასი აწარმოებს ახალი მაღალი ძაბვის 35 კილოვატიანი თანამედროვე სტანდარტების ქვესადგურის მშენებლობას, რომელიც 25000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. მშენებლობას ახორციელებს თელასის მიერ ტენდერის საფუძველზე შერჩეული კონტრაქტორი. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ტერიტორიაზე მაზუთისა და წვიმის ნაზავის ნარჩენები აღმოჩნდა, რომლის უტილიზაციისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება შესაბამისი ნებართვის მქონე კომპანიასთან შპს სარინი აღმოჩენილი მაზუთის ნარჩენების უტილიზაციისთვის. თელასის კონტრაქტორი კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური. უწყების ინფორმაციით მშენებარე კომპანიის დირექტორი კანონდარღვევებს აღიარებს. გარემოს დაცვის სამინისტრომ კი საქმის წარმოება დაიწყო. დირექტორმა აღიარა ნამდვილად დაიტანა და იქ დაყარა და ადგილზე შედგა ეს ადმინისტრაციული ოკნი. აღიარა რომ ოროსი კუბი ნავთობპროდუქტები დაბინძურებული ნარჩენები მიწა და ის ბეტონის ნატეხები მისი დაყრილია იქ და მაგასთან დაკავშირებით უკვე საქმის წარმოება დაწყებული ოკნის შემდგარია მე დეპარტამენტი მიგერებს გარემოზე მიყენებული ზიანი იქნება გაანგარიშოთ რა იქნება ის ყველაფერი გაანგარიშოთ და საჯარო სანქციაც იქნება ის გაიტანეს ნავთობპროდუქტები დაბინძურებული რომელიც საფრთხოდ ითვლება ფილის შემოგარიშთან არის იმაზე ოკნი არის შემდგარი და ნაკავს საყოველთაო გაიტანეს მაგაზე საქმის წარმოება მიმდინარეობს ფაქტზე რომ მავნე ნივთიერება საფრთხეს უქმნის როგორც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ასევე ნიადაგს და მდინარე მტკვარს საუბრობენ სპეციალისტები. საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე მოითხოვს მშენებლობისას უსაფრთხოების ნორმები დაიცვან. დარღვეულია ნორმები, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა დაცულიყო უსაფრთხოება აღნიშნულ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, სუნი, რომელიც ფიქსირდება ტერიტორიაზე და ის დაღვრილი მასა, რომელიც ჩადის ნიადაგში, უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის ისეთი, რომ დამშვიდობის საშუალება შეიძლება მისცეს იმ არეალის მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ირგვლივ ტერიტორიაზე. გაარკვევს თუ არა გარემოს ზედამხედველობის სამსახური გარემოს დაბინძურებისა და ზიანის საკითხს, ეს რამდენიმე დღეში ადმინისტრაციული ოქმის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა სანქციებს დააკისრებს დოდო აბაშიძის 10 ნომერში ელექტროქვესადგურის მშენებლებსა თუ შპს თელას შესაბამისი უწყება. და გამოშვების ბოლოს სპორტი ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მიმდინარეობს ამ წუთებში გორის სტადიონზე ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრებები ხვდებიან. ჯემალ ფარცახაშვილი იმყოფება გორში, ახლა ის კურიერის პირდაპირ ეთერს შემოერთდება სტადიონიდან. ჯემალ, დასრულდა თუ არა შეხვედრა? დიახ, რამდენიმე წუთია რაც დასრულდა ევროპის ჩემპიონატის ფინალი. ინგლისის ნაკრებმა პორტუგალია 2-1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად 19 წლამდე ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ტურნირის დაწყებამდე ინგლისის ნაკრები მთავარი ფავორიტი იყო და ზოგადად ამ ორი კვირის მანძილზე ინგლისის ნაკრებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა ბრიტანელებმა. უკლებლივ ყველა შეხვედრა ძირითად დროში მოიგეს ფინალის ჩათვლით, რაც შეეხება უშუალოდ ფინალს პირველ ტაიმში საკმაოდ უსახური თამაში ვიხილეთ, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ტაიმზე, მეორე ნახევარში სტადიონზე შეკრებილმა 5000 გულშემატკივარმა 3 გატანილი გოლი იხილა, აქედან 2 პორტუგალიელთა კარში. ამ წუთებში დაჯილდოების საზეიმო ცერემონია იწყება, სულ ცოტა ხანში ინგლისის ნაკრები პრესტიჟულ ტიტულს ზუსტად 1 წლით ჩაიბარებს. ეს იყო ჯემალ ფარცახაშვილის გორის სტადიონიდან საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. კურიერი 9 საათზე ამით დასრულებული არ დაგავიწყდეთ, რომ დღის ყველა სიახლე, რაც ეთერში ვერ მოხვდა, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე rustave2.gi